მოგესალმებით, ბატონო მამუკა, გთხოვთ დაიკავოთ თქვენთვის კუთვნილი ადგილი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. სანამ გადავალთ საქმეზე, ბატონო მამუკა, პროცედურა ასეთი, რომ კომისიის სახელით უნდა გაგაფრთხილოთ იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. თუ კი თქვენ მიერ განზრახ ცრუახსნა განმარტება იქნება ჩვენთვის მოცემული, ეს ნიშნავს სალაპარაკო ენაზე ტყუილის თქმას, ეს არის დასჯადი. ასევე კითხვებზე პასუხისათვის თავის არიდება არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თემა ჩვენი კანონით და ეს ყველაფერი რომ თქვენ მე აგიხსენით კომისიის სახელით, რომ თქვენ გათვითცნობიერებული გაქვთ, გთხოვთ ამის დასტურად წინდებარე დოკუმენტზე დასვათ თქვენი ხელმოწერა. თუ არ შეწუხდებით. ბატონო მამუკა, ჩვენი კომისია, თქვენ ალბათ იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმარტოთ, შექმნილია იმისთვის, რომ პირველ რიგში აღადგინოს და დაადგინოს ის ფაქტები, რომელიც 2003-2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩვენს ქვეყანაში მოქმედი რეჟიმის დასახასიათებლად და მისი პოლიტიკური შეფასებისთვის მნიშვნელოვანია და ასევე იმ ხელისუფლებას, როგორც ნებისმიერ სხვა ხელისუფლებას, ყავდა თავისი პოლიტიკური თანამდებობის პირები. თქვენ ალბათ იცით, რა იგულისხმება პოლიტიკურ თანამდებობის პირებში, ვინც არ იცის განსაკუთრებით შესაძლოა ეს იყოს სრულიად ახალი თაობის წარმომადგენელი, მათთვის განმარტავ, რომ ეს არის მაგალითად პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრი. ამათ შორის არ იგულისხმება ამ ტერმინში ჯარისკაცი, პოლიციელი და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი მანდატი გულისხმობს მაშინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შეფასებას. ჩვენ ამიტომ რთული ამოცანა გვაქვს, რომ გავმიჯნოთ წმინდად სამხედრო საქმე პოლიტიკური საქმისგან. ამას იმიტომ ვხსნი, რომ იმ დროს მე ასე ვთვლი, ეს ორი რამ იყო არამც თუ აღრეული, არამედ ხანდახან რომელიცად იწყებოდა და რომელიცად თავდებოდა, ძნელი იყო განგესხვავებინა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ როგორღაც ჩვენი განვითარების, ქვეყნის განვითარების რაღაც ეტაპზე პირველი ვისწავლოთ ამის გამიჯვნა ყველამ ერთად და ასევე შემდეგ ყველა ხელისუფალმა პოლიტიკოსმა, ვინც მოვა ქვეყნის სათავეში, იცოდეს, რომ სამხედრო საქმეს სამხედროები უნდა უძღვებოდნენ და აკეთებდნენ და პური უნდა გამოაცხოს მეპურემო, ქართველი კაცი ამბობს და პოლიტიკოსები უნდა აკეთებდნენ. და რომ პოლიტიკოსისთვის დიდი პასუხისმგებლობაა თავისი საქმე და ჯარს უნდა მოუფრთხილდეს. უნდა მოუფრთხილდეს თავის სამოქალაქო საზოგადოებას. აი ამ ყველაფერზე საუბრობთ. თქვენ გთხოვთ, რომ პირველ რიგში თქვენი განათლებისა და კარიერის შესახებ გითხრათ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, სად სწავლობდით, როგორ დაიწყეთ თქვენი საქმიანობა. ამჟამად რა საქმიანობთ, მოკლედ, სულ 2 წუთი ამისთვის გეყოფათ და შემდეგ ან თავისუფალი თხრობის რეჟიმში 10 წუთის განმავლობაში გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ 2007-2008 წლებში, ან თუ გნებავთ
პირდაპირ ჩვენ დაგისვამთ კითხვებს, მაგრამ ჯერ ბიოგრაფიული ცნობებით დავიწყოთ. მადლობა. მოგესალმებით, მადლობთ მოწვევისთვის, ხალხო თავმჯდომარე. გენერალი მამუკა ყურაშვილი ნოდარისძე დაბადებული 1970 წელს 17 იანვარს. დაბადების ადგილი ქალაქი თბილისი, უბანი ვერა. სწავლობდი სამოქალაქო განათლება ფიზკულტურის ინსტიტუტში დამთავრებული. ვიყავი პროფესიონალური სპორტსმენი, 10 წელი დავდიოდი ველოსპორტზე, ვარ საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი. 91-92 წლიდან ვირიცხები შეიარაღებულ ძალებში, მსახურობდი ეროვნულ გვარდიაში. სამხედრო განათლება მაქვს. მოსკოვის ჯავშანსატაკო აკადემია, მოლინოვსკის სახელობის წითელ დიპლომზე დამთავრებული. 99 წელს დამთავრე. მანამდე სხვადასხვა თანამდებობები მქონდა დაწყებული მაქვს ლეიტენანტიდან და ამოსული ვარ ეროვნულ გვარდიაში, როგორც ვიყავი შეიარაღების უფროსის მოადგილე, შეიარაღების უფროსი. მომიწი აკადემიის მერე ყოფილიყავი ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი, სარდლის პირველი მოადგილე და გარკვეული პერიოდი სარდლის მოვალეობას ასრულებდი, როცა მძიმედ იყო ავად ცხონებული აცონის მისი სული ვიპატონი ჯერმანი ჭუმბურიძე გენერალი. შემდგომში ვიყავი 2004 წლიდან უკვე ქალაქის კომენდანტი, მე გავხდი 2006 წელს დავინიშნე სამშვიდობო შტაბში ქალაქ ცხინვალში. მე დამითხოვეს თანამდებობიდან 1 წელი უმუშევარი ვიყავი. დამაბრუნეს 2007 წელს ისევ იანვარში. სახურობდი რომ ვიყავი უფროსი სამხედრო მეთაური, შემდგომში გავხდი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი 2008 წელს. შემდგომში დავინიშნე შტაბის უფროსის მოადგილედ და 2011 წელს დამეთხოვეს შეიარაღებული ძალებიდან. დიდი მადლობა. შესაბამისად, თქვენ ორჯერ ხართ დათხოვნილი შეიარაღებული ძალებიდან, თანამდებობიდან ყოველ შემთხვევაში. 2006 წელს მიზეზი რა იყო გათავისუფლების? მე დღესაც ზუსტი პასუხი არ მაქვს ამ კითხვაზე. შიგა კულუარული ინტრიგები, რომ შეიძლება ესე აიხსნას მაღალ თანამდებობის პირებს შორის, ეს უკავშირდებოდა მერაბიშვილის და ოქროშვილის დაპირისპირებას და მე როგორც სამხედრო მეთაური ნოხის ქვეშ და კულისების უკან ახდებოდა არის ჩამოძანებული იყო მინისტრი ოქროშვილი ცხინვალიდან გამოვატარე გორგოძის მერე შინაგან საქმეთა მინისტრის მერე ეგ ზარგაული არ არის გამოვატარე და ამაზე ეს თქვა დაიბოგმა და გამათავისუფლა. არ ვიცი პასუხი არ მაქვს აი ეს ოქროაშვილმა? ირაკლი ოქროაშვილი. ვინ მინისტრი იყო თანამშრომელი? მერაბიშვილი იყო ხეობაში ჩამოს. მე მაგათი ურთიერთობა არ ვიცოდი რატო და რისთვის მაგრამ. ესე იგი საზოგადოებამ რომ კარგად გაიგოს. თქვენ გამოატარეთ ცხინვალში. დიახ. შეატარეთ და მე გამოატარეთ? არა, წისიდან გადმოვიდა, ქურთაში პოლიცია გაიხსნა. და გამოატარეთ ცხინვალის გავლით ამოვედით დაანჩენ საქართველოში. და ამაზე და ბატონმა ირაკლი ოქროაშვილმა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი გამოატარეო, ამიტომ გაგათავისუფლოთ, თქვენ ასე ფიქრობთ. კი, მე კონტაქტი არ მქონია, არ ვიცი. დღემდე მიზეზი არ ვიცი. აი რაც ზოგადად ჭორით მომიტანეს, სიმთვრალოს ეს იყო. გასაგებია. და 2007 წლის იანვარში დაგაბრუნეს, როდესაც შეიცვალა მინისტრი, ამას ამბობთ? დიახ. დაინიშნა ვინ მინისტრად, თავდაცვის მინისტრად? დათო იყო კეზერაშვილი. დავით კეზერაშვილი და დაგაბრუნეს. კარგი. ესე იგი 2007 წლის იანვრიდან უკვე იქ ხართ და 2011 წელს რატომ გაგათავისუფლეს? და ვინ გაგათავისუფლოთ?
მაგის მიზეზიც არის, ბოლო თანამდებობა ჩემი იყო უკრაინაში სამხედრო ატაშე ვიყავი. და ბრძანება მოვიდა და დამეთხოვეს. ჩართეთ. მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით. მანამდე 2008 წლიდან ატაშ 2008-ში ისევ გაგათავისუფლეს თქვენ, ხო? 2008-ში სამშვიდობო მისია შეწყვიტეს და დაინიშნეთ გადამიყვანეს იმაში შტაბში მოადგილედ თანამდებობაზე. აი ატაშე სანამ გახდებოდი თუ იმაში რა ვქე უკრაინაში მანამდე სად მუშაობდით? მოადგილე ვიყავ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე. ანუ წვეტა აღარ ქონიათ მე. 2008 წლის მერე ომის მერე შტაბი გაუქმდა, სამშვიდობო ოპერაციების შტაბი აღარ ფუნქციონირებდა და უკაცრავად იმაში გენინსპექციაში გადამიყვანეს ჯერ სამხედრო კუთხით და მე გადამიყვანეს უკვე მოადგილედ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ. გასაგებია. ეს უკვე სიხარულის პერიოდი იყო თუ არ ვცდები. გასაგებია. კარგი, ბატონო მამუკა, ეს რაც შეეხება ბიოგრაფიულ ცნობებს. ეხლა როგორ გირჩევნიათ, რომ ჩვენ დაგისვათ კითხვები თუ თქვენ გაქვთ 2007 წლის იანვრიდან სანამ დაიშლება შტაბი, მანამდე პერიოდში რას საქმიანობდით? ამას თქვენ მოგვიტყვებით თუ ჩვენ დაგისვათ კითხვები? ალბათ უფრო საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის, რომ პირდაპირ კითხვები დამისვათ და აქვე თუ მაგ ეს პატარა პერიოდი დრო მინდა რომ გითხრათ თქვენ იცით კარბატონო თია არაერთი ღამე გაქვთ ამ საქმეზე გათენებული ბატონო მამუკა ბოდის გიხდით ძალიან ცუდად მესმის თქვენ გესმით და ცოტა მიკროფონი რომ თითქმის ვერ ვიგებ რას მეუბნებით მადლობა მე მინდა გაგიცხადოთ კარბატონო თია რომ თქვენ არაერთი ღამე გაქვთ გათენებული ჰაგის ტრიბუნალის ამბავი იცით და ყველა პატრიცემული სტუმარი ვინც აქ არის მოზანებული იმით განსხვავდები რომ მე ვარ დაკითხული ჰაგაში ვარ მოწყვეტ ვერ კითხვაზე შეზღუდული ვარ იცით თქვენ რომ ვერ უპასუხებ იმიტომ რომ გაუთქმელობაც არის და აქედან გამომდინარე მაგ მე ძალიან ბევრი უამრავი ჩვენებები მიცემული სხვადასხვა კომისიებზე მათ შორის დაკითხული ვარ მათ შორის არსებობს სტენოგრამები ის რომ 17 წლის თავზე დღეს კიდე რაღაცა და ვსად ვარ ყველა კითხვის პასუხი გავცე იმ მოკლე პერიოდში როცა ომი ახალი მოხდარი იყო უფრო კარგად მახსოვდა და მე ყველა ჩემს სიტყვას ვეთანხმები მაგის თქმა მინდა და შეგიძლიათ გამოვაშკარავოთ და აჩვენოთ ის ჩვენებები ამის თქმა მინდა თვითონ რაც შეეხება 2007 წლიდან და მანამდე პერიოდს ყველა დეტალზე მზად ვარ გიპასუხოთ მე დღეს მოსული ვარ დაღუპულების გამო პასუხისგებლობა მაქვს დაღუპულებთან ვიღაც ტვინ მოღრცილებისგან არ მოყვა სწორი შეფასება მიუხედავად იმისა რომ ამ კომპონენტზე ბატონმა გენერალ გოგამ ამოწყროა პასუხი გასცა ჩემი რმაწმენით მე არ მაქვს უფლება რომ ამ 2008 წლის ომთან დაკავშირებულ კითხვას არ გავცე პასუხი თან გამომდინარე რომ ტვინ მოღრაცის ვერ მისცემს საშუალებას რომ დაღუპული გმირი ოჯახის წევრებთან ვინმე მივიდეს და თქვენ უღირსი ადამიანი თქვენ შვილს მეთაურობდა და იმას კითხვაზე პასუხი არ აქვს მაგას ვერ დაუშვებ რომ ვინმე ეს ვაკეთებდა და მოდით ეს ერთად შევეცადოთ რომ გავაკეთოთ რომ კითხვებზე პასუხი გქონდეს რომ დაღუპულთა ოჯახებიც გვიყურებენ კარგი მიდგომა არის ჩვენიც იგივე რომ კითხვები არსებობს საზოგადოებაში და გავცეთ ამ კითხვებს პასუხი. რა კი მოგვეცით ამის უფლება, ჩვენ მაშინ თქვენ თავისუფალი თხრობის რეჟიმში კი არ მოგისმენთ, არამედ პირდაპირ კითხვებს დაგისვამთ. მე მაქვს პირველი კითხვა. 2007 წლის იანვარში თქვენ ბრუნდებით. და რო გითხრათ ამ პერიოდში სანამ 2008 წლის აგვისტო დადგება თითქმის წელიწად ნახევრის განმავლობაში ხომ არ იყო რაიმე ტიპის სიგნალი ან მინიშნება ან სამხედრო მნიშვნელობის ან პოლიტიკური ფაქტი ან ინფორმაცია თქვენთვის ცნობილი
რომელიც გაფიქრებინებდათ თქვენ პირადად მამუკა ყურაშვილს, რომ შესაძლოა ისე დაიძაბოს ვითარება ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ ეს გადაიზარდოს ომში. არა. მე ქალბატონია მოსული ვარ, რომ შეფასებებს მე ალბათ არ გავაკეთებ, მე სამხედრო ფაქტები გითხარით. კი, რა თქმა უნდა. მე ან არა, არ ყოფილა ესეთი რაღაცა, ვიღაცას ეთქვა, რომ რაღაცა მზადდება და განსაკუთრებულად ეხლა აი ამ კუთხით უნდა ყოფილიყო. მაგას მეკითხებით და მე ესეთი ინფორმაცია არ მქონია. თქვენ არც ინფორმაცია გქონდათ და არც განწყობა, ხო, რომ შეიძლება ან ესკალაცია იყოს, შეიძლება ეს რისკი დადგეს იმის, რომ გადაიზარდოს ღია დაპირისპირებაში და საომარ მოქმედებებში. ასეთი რამ არ ყოფილა. კონფლიქტის ზონაში ვიყავი, სხვა განწყობა წარმოუდგენელი არის, ხავდოთია. მე შიცხინოში ვიყავი. ეს მე რაც მეხება, მაგრამ ისე რომ დამატებით რაღაცა ჩამოსული იყო, რომ აი ხლა კი ბატონო, შიცხინვალში იყავით შტაბში. 2007 წლის იანვრიდან როგორც დავინიშნე, ეგრეთ წოდებული ნიშნი გარადოკი იყო, ვეხნი გარადოკი და ნიშნი გარადოკი. ვეხნი გარადოკი იყო განთავსებული ნიქოში და ნიშნი გარადოკი ეს იყო შტაბი, რომელიც ფუნქციონირებდა ცხინვალში, წარმოდგენილი იყო ქართული სამშვიდობოების ძალები 20 კაცის პირადი შემოადგენლობით და იქვე ფუნქციონირებდა კულახმეტოვის შტაბი, რომელიც იყო სარდალი კონფლიქტის ზონაში, ქართველებს და უსეს ყავდათ უფროსი სამხედრო მეთაურები, სტაში უინსკი ნაჩანიკი. კი ბატონო, და თქვენ ამ თქვენს 20 კაცთან ერთად იყავით იანვრიდან უკვე ცხინვალში. დიახ, ზანება როდემდე იყავით იქ? 2008 წლის მაის ზუსტად ზანება თარიღი არ მახსოვს, მაგრამ 2008 წლის აპრილამდე სანამ შეიქმნა სამშვიდობო ოპერაციების შტაბი. მე დავინიშნე სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი. აპრილამდე იქ ხართ? დიახ. და აპრილში იქნება ეს შტაბი და ამ შტაბში რა ფუნქცია გაქვთ, რო უთხრათ საზოგადოებას? ამ შტაბში ფუნქცია მაქვს, რომ ამ ყველაფერს ისე ვაგრძელებ, რასაც საქმიანობდი და ზევიდან დაემატა სამშვიდობოების შტაბი, რომელიც განთავსებული იყო დასავლეთში, კერძოდ სამეგრელოს რეგიონში, რომელიც მიმდებარე იყო აფხაზეთ დაანჩენი საქართველოს. ვინ შექმნა ეს სამშვიდობო შტაბი? გენერალურმა შტაბმა. გაერთიანებულმა შტაბმა. გაერთიანებულმა შტაბმა და თქვენ მისი ნაწილი ხართ. გასაგებია. აი უკვე 2008 წლის აპრილიდან ცხინვალში ყოფნა უწყვეტად აღარ გიწევთ, ესე იგი. დაძაბულობა პერიოდულად არის და მიწევს კი. მაგრამ ხანგამოშვებით ჩადიხართ, მაშინ როდესაც 2008 წლის აპრილამდე უწყვეტად იქ იყავით, ხო? იქ რჩებოდი. იქ რჩებოდით და 2008 წლის აპრილიდან უკვე დროდადრო ჩადიოდით იმის დამიხედვით რა ვითარება იყო? სტაბილური მდგომარეობის შესანარჩუნებლად ხშირ შემთხვევაში საჭირო იყო, რომ ღამე იქ ყოფილიყავი, როცა შეიქმნებოდა ვითარება, მოხდავდა ეს მთლიან სურათს, იმუხდებოდა, იმიტომ რომ თვითონ ოსის სეპარატისტებიც უფრო მაგ შემთხვევაში წლანად იყვნენ, როცა ეგრეთ შეიძლება ითქვას, როცა იძაბებოდა აი მაგალითად თუ რამე დაღუპვა იყო, ხაბატონთია ვინმე დაიღუპებოდა იქ, პირდაპირ შეიძლება კალენდარზე აღეღნიშნა, როდის არის დასაფლავება 40 და წლისთავი. ეს გარდუვალი სროლები იყო. და მაგიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, როცა მიწევდა სიარულს, ხან იქ ჩავდიოდი, ხან არჩე მე არ ყოფილა შტაბი უზნაძეზე იყო სამშვიდობო ოპერაციების და მე ფაქტურად არ ვიყავი, სულ იქ მიწევდა, იქ ვიყავი იქით. იმიტომ რომ ყურადღება იყო საჭირო ძალიან. კი ბატონო. ესე იგი 2007 წლის იანვრიდან 2008 წლის აპრილამდე, როდესაც თქვენ არ გიწევთ პრაქტიკულად ცხინვალიდან გამოსვლა და იქ არის თქვენი ადგილი. ხო ასეა, უწყვეტად იქ ხართ. ყოფილა თუ არა რაიმე ტიპის ისეთი მდგომარეობა, როდესაც თქვენ გიფიქრიათ, რომ აი თუ რაღაცა ნაბიჯები არ გადაიდგა, სამხედრო ნაბიჯებს არ გულისხმობ, პრევენციულ ნაბიჯებს გულისხმობ. თბილისში, ცხინვალში, რუსეთში, ვაშინგტონში შეიძლება რაღაცა უბედურება მოხდეს. ყოფილა ასეთი 2007 წლის იანვრიდან 2008 წლის აპრილამდე. ჩემი შესაძლებლობები ძალიან პატარა არის. ეს ჩემ კომპეტენციას ხდება, მე არ ვიცი ხა მაღლა ვასწავლები როგორ ეწყობოდა. მე ჩემ განწყობას გეტყვით, რომ ეს არის გაყინული კონფლიქტი.
შიგნით მე მაგ იმაზე რომ იქ წავიდე მაგრამ გაყინული თქვენს დონეზე გეკითხებით რომელიც პატარა დონე არ იყო მაგრამ გასაგებია რომ უმაღლეს მთავარსარდლის დონე ეს არ გახდათ ყველა უწყებაში თუ იერარქიულ სტრუქტურაში როდესაც ზევით რაღაც ხდება ქვევით ეს იგრძნობა მაგრამ დავანებოთ ამას თავი ერთი წუთით ესე იგი თქვენს დონეზე გაყინული კონფლიქტის განცდა 2007 წლის იანვრიდან 2008 წლის აპრილამდე ასეა გაყინული ჩანს მაგრამ არაფერი გაყინული არ იყო იმდენი შემთხვევები იყო ბატონო მოგეხსენება თქვენ არ ვიცი ინციდენტი სპორადული ინციდენტები მანამდე 2004-ის მოვლენების მერეც 2005-ს მომიწია ეს ვიცით მაგრამ ისეთი რამ რაც უკვე ზღვარს ცილდება და თქვენ გაფიქრებინებთ რომ შეიძლება აქ სალაპარაკო ენაზე ვიტყვი ომი ატყდეს ასეთი არაფერი ჯერ არ ხდება არაფერი ეს მოგვეცა ამის საშუალება უფრო 2008 წლის 3 აგვისტოს როცა მონიტორინგის დასკვნა არის თქვენივე მოკვლეული და საქმეში არის როცა ილიკა ესძივით ნაცეტილი ტანკები ისატკაც სარაბოგზია საბუშაგოზია აქ ნასროლი და ეს პირდაპირ დარღვევა არის თუ მაგას მეკითხებით იარაღიდან გამომდინარე ეგ ონს ნიშნავდა ფაქტიურად 3 აგვისტოს მივავთ 3 აგვისტომდე კარგი ესე იგი გავიარეთ 2008 წლის აპრილამდე პერიოდი იქ არაფერი ასეთი არ ხდება ამის შემდეგ დგება უკვე 2008 წლის მაისი და შევდივართ ზაფხულის თვეებში და თქვენ უხშირებთ ალბათ სიარულს უკვე ცხინვალში ხო თუ სათხართ ამ დროს ივნისი აგვისტო ფიზიკურად სათხართ ხოლმე მოძრავ ხან ცხინვალში ვარ ხან ევრიკისის აბუშაგოზე ხვდები ულახმეტოს იქ ამოდის ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი დადასტურებული არის მონიტორინგის დასკვნის ჯგუფებით გავდოთ იქ იყო უზენაესი საბუთი მონიტორინგის დასკვნის ჯგუფი რომელიც OBS-ი აწევდა ხელს და ერთხელ არ არის ქართული მხარე დადანაშაულებული ცეცხლსხეშეკრულების დადანაშაულება ხშირი იყო შემთხვევები როცა ჩვენ შევძელით რომ თავიდან აგვეცილებინა მადლობა ღმერთს და ქართული მხარე ქართველი ჯარისკაცი ქართული ჯარი შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებული დანაყოფები ყველა სიმართლე ეს სასამართლო დონეებზე გვაქვს დამტკიცებული აქ ამას არ ვარკვევთ ჩვენ შემზე გადაიარა მაგ ყველაფერმა და ხაგა გავიარეთ კი ყველაზე გადაიარა და პირველ რიგში ქართული ოცნების ხელისუფლებაზე გადაიარა ამ სიმართლის მტკიცებამ და არა მარტო დაღუპულები ვინც არიან მოხატვეთში მათი არის ეს ყველაფერი და მათი შვილების რომლებიც დღეს ამაყობენ მათი გმირობით კი ყველა ერთად მამაყობს და არა მხოლოდ ოჯახის წევრები ეხლა რაც შეეხება ზაფხულის პერიოდს, ესე იგი თქვენ გიწევთ ჩასვლა, ხან იქ ხართ, ხან აქ ხართ, საქმე ბევრია და დგება 2008 წლის აგვისტო. ამ დროს თქვენ კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ 2008 წლის 1 აგვისტოს რა თანამდებობა გიჭირავთ? სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი. სამშვიდობო ოპერაციების შტაბის გაერთიანებულ შტაბში შემოვალი. მაშინ უკვე გაერთიანებული შტაბი. და გაერთიანებული შტაბში შედიხართ და მას ხელმძღვანელობს ბატონი გენერალი ზაზა გოგავა. კარგი. ასე დგება 2008 წლის 1 აგვისტო. ამის შემდეგ ქრონოლოგიურად რომ მოგვიყვეთ, რა ხდება 1 აგვისტოს, რა ხდება 2 აგვისტოს რა ხდება 3 აგვისტოს და ასე შემდეგ, როგორ მივდივართ 8 აგვისტოს დილამდე. ეს რა ხდება, იმას კი არ გეკითხებით ტელევიზიით რა ნახეთ, ან ვინმემ რა გითხრათ. თქვენ რას ხედავთ? რა ხდება? რო გვიამბოთ, აი ეს 8 დღიანი პერიოდი თუ შეიძლება. მე ტელევიზიის ყურების უფუნება არ მქონდა მაშინ, ხალხო. უშუალოდ დავდიოდი, იყო სროლები, იყო პერიოდული სროლები, ძალიან ხშირი სროლები იყო დიდ მუხამოგულთა ხეთაგუროოდან, ეს იყო ისტორიული გზა ნიქოზიდან, რომელიც გადადიოდა ავნევინულში და ეს გზა იცხრილებოდა, ეს იყო, წარმოუდგენელი, დილასაღამოაკიდან იწყებოდა. იყო პატარა ლიახვის ხეობაში, ეს უკვე 2 აგვისტო არის ოსფრისიდან ფრისებზე სროლები დაიწყო, ჰქონდათ დომინირებული სიმაღლეები 2004 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შედეგად ძალიან ბევრი საგუშაგო დაემატა
რომელიც ზევიდან ქართულ სოფლებს აჭდა უკვე ჩავედი ეგ ვითარება დამხდა და ვცდილობდი უშუალო კომუნიკაციას, ძალიან ხშირი კომუნიკაცია მქონდა და შეძლების დაგვარად მე არ მინდა რაღაცით მარტო თავი გამოვიდო გენერალ კულახმეტოვთან შეთანხმებით ამ ცეცხლის შეწყვეტას ვახცევდით. რომ დროული რეაგირება გამეკეთებინა ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ შემდგომში ისეთ როგორ არის აი კალიბრი იზრდება. აი თუ პატარა იერაღი დაიწყება მე გადადის ავტომატი შეიძლება მე გადადის ტყიან ხვევიდან გადადის მე მინდა და ესე რო არ გადაიზადოს დროზე არის ამისთვის რეაგირება და უშუალო იქვე უნდა პირადი შეხვედრა იყოს საჭირო ის ამოვიდეს ამ მე ვიყო ჩასასვლელი და მე უკვე სამ რიცხვში როგორც მოგეხსენება ცარაბუკის საგუშაგოზე გაიხსნა ცეცხლი სადაც თვითონ თავისივე ხელის მოწერით რუსული და ოსური მხარე აწეს ამონიტორინგის დასკვნას და არის მასალებში или танк типа 55 или КС-19 ეს არის როგორც მოგეხსენებათ რის თქმა მინდა გამარტება თუ შეიძლება რომ 125 მმ-ია და 85 მმ-ზე მაღლა კატეგორიულად იგზალებოდა დინამიოზე მაღლა იქ ეს კეთდა დაგამისდე მოსკოვის ხელშეკრულებით იყო კატეგორიულად დაუშვებელი სხვა იარაღის ქონა კონფლიქტის ზონაში თვითონ კონფლიქტის ზონაც დაყოფილი იყო პასუხისგებლობის ზონები, მაგრამ სარდალი ერთი ყავდა, ეს იყო კულახმეტოვი. 4 რიცხვში გაგზელდა გააფთრებული შეტევა. ნიქოში სახლები იწვის უკვე სახურავები, კატასტროფული მდგომარეობა მიჭირს უკვე გაჩერება ამ ყველაფრის. აქედან გამომდინარე ქართულმა მხარემ რომ დაამტკიცოს თავისი სიმართლე იღებს გადაწყვეტილებას და საქართველოში თბილისში აკრედიტებულ საელჩოებს თხოვს ელჩებს რომ გაემართონ კონფლიქტის ზონის მიმართულებით ეს არის 5 აგვისტო და პირველი ინიციატივა მაგათგან მოდიოდა იმიტომ რომ მაგათმა დაიწყეს სეპარატისტებმა რომ ქართველებმა დაიწყეს ანა როგორც იციან ხოლმე როგორც კი ეს დაიწყეს აქედან ეს მოთხოვნა დაუგმოყოფილეს აი ამ კუთხით რომ ზუსტად მოაწყეს ეს კოლონა დიპლომატების თვალსაჩინო ხაბატონი ეკა იყოს ულაზე მაშინ ჩამოვიდნენ დავაზუსტებ რა ვერ მივხვდი კარგად თქვენ ნათქვამი და ჯერ თქვენ თქვით რომ ჩვენ ვთხოვეთ ელჩებსო და მე ესე გამოვიდა თითქოს ელჩებმა აქეთ შემოგთავაზეს და ვისგან მოდი არა ელჩებისგან არ მოდიოდა განმოსულა ოსების მოთხოვნა იყო რომ აი მოვიდეს ვინმე მოგხედოს იმიტომ რომ ქართველები ასწორებენ მიწასთან აქ მიიღეს გადაწყვეტილება რომ მიემართათ დიპლომატიური კორპუსისთვის რომ თუ შეიძლება ჩავამოწანდით ქართული მხარის ინიციატივა იყო და რომ მოდიში აქვე ჩაიკითხებით უკვე ამ დროს 5 რიცხვში როცა უკვე ეს დაძაბული თქვენ ცხინვალში ისევ შედიხართ და იქ გაქვთ კომუნიკაცია იგივე კულახმეტოვთან ცხინვალთან ანუ ხო არ გაგიწყვეტი პირველი რიცხვის მერე ბატონო იყო მიჭირს უკვე ვეღარ ჩავდივარ ძალიან გართულდა პირველი რიცხვის მერე სიტუაცია ძალიან დაძაბული არის და მე ფაქტურად ვეღარ შევდივარ ვერ მოზროვ და შემდგომში ის არის რა ქვია ნუ მოვიდნენ და ერგნეთში მოადგა ეს კოლონა და არ შეუშვეს ეს ბატონო მამუკავი ხომ არ მომესმა თქვენ ბრძანეთ რომ ბატონი სოზარის დამაზუსტებელ კითხვაზე რომ ოსებმაო მიმართესო ოსებმა თუ რუსებმა თქვით ფაქტობრივად ეგეთი და იგივე მხარემა სოფლიო საზოგადოებას მიმართეს რომ აუტანელ მდგომარეობაში არიან და ქართველები ასწორებენ მიწასთან ყველაფერს ანუ მოწინააღმდეგე მხარე დავარქვათ მიმართა მესამე პირს დაანჩენ სოფლიო საზოგადოებას ეს ხდება 3-მდე ხო 4 რიცხვი არის 4 და 5 მიმართა და ეუბნება რომ ქართველები გვასწორებენ მიწასთან და გვიშველეთ. ამ შველისთვის აი ჩაიყვანეს. და შველისთვის სხვა რა გზა იყო და გასაგებია. შემდეგ არაფერი სანახავი არ ქონდათ იქ და არ შეუშვეს. გამოაბრუნეს ერგენთიდან უარი უთხრეს. თვითონვე უთხრეს უარი. დიახ. კი ბატონო, ვინ უთხრა უარი? მაშინ იყო კოკოვითის თანათავმჯდომარე იყო ბორია, ეხლა ვერ გეტყვით გვარს. გავიხსენე ჩოჩიევი. ჩოჩიევმა უთხრა უარი. დიახ.
ხო არ გახსოვთ რამდენი ელჩისგან შემდგარი ჯგუფი იყო ეს? ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მე შემიძლია კოლონა გითხრათ, ეს იყო 16 მანქანისგან შემდგარი პიკაპის ტიპის Toyota-ს. რამდენი ელჩი იყო, ხომ არ გახსოვთ? ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთის ელჩი იქ იყო. რუსეთის ელჩი. ჩამოძანებული იყო, მაგრამ კარგი და არ შეუშვეს. არ შეუშვეს. კარგი. ამის მერე რა ხდება? ამის მერე გადანაცვლება მიდის, ჩავდივართ ავნევი ნულში, რახან ჩამოძანებულები იყვნენ. არ გაუშვით ეს შესაძლებლობა ხელიდან და ავიყვანეთ ნიქოში, ვანახეთ ეს დამწვარის სახურეები, რომელიც უკვე სრულკალიბრიანი, უკვე კალიბრი იზრდებოდა როგორც ჩანს და გადამწვარი იყო სახლები, კატასტროფულ მდგომარეობაში იყო მოსახლეობა. არის მაგის ეს 5 აგვისტოა, ხომ? ხო სწორად მოყვებით თხრობაში. 5 აგვისტოს ხდება ეს დიახ, შემდეგ მერე გადავდივართ ავნევი ნულში, ანალოგიური ვითარება ხდება. იქ არის ორი ქართული სოფელი ძალიან სიღრმეში შესული და ესაზღვრება აქედან დიდმუხა მოგვითი, ტილიანა, უბიათი, სხლები და განსაკუთრებული ცეცხლის ქვეშ იყო ხედაგუროოს მხრიდან. ხედაგუროოსთან ახლა ისინი არ გააკარებდნენ იმათ, რომ იქ უშუალოდ პოზიცია ენახათ. უკანონო საგუშაგო ჰქონდათ იქ და კითხვა მაქვს ასეთი, ეს ელჩები თქვენთან ერთად მოძრაობდნენ, თქვენ ახლდით მათ? თქვენ კიდევ ვინ ახლდა მათ? ქალბატონი ეკაზღულაძე. ეკაზღულაძე და თქვენ? დიახ. თქვენი სისტემის სამინისტროდან არავინ, თავდაცვის სამინისტროდან არავინ არ იყო? თავდაცვის სამინისტრო ისე ადვილად არ შეიძლებოდა იქ ქალბატონი. გასაგებია, ამ მიზეზით, რაც აბსოლუტურად გასაგებია. კი ბატონო. ამიტომაც არის ქალბატონი ეკაზღულაძე, რომ ახსნათ, ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თუ პირველი მოადგილეც. არ მახსოვს, პირველი მოადგილე მე მგონი, მაგრამ მოადგილე ყველა შემთხვევაში. კარგი და რომ მოძრაობთ ელჩების და თქვენს თვალწინ მოდის იქიდან სროლა თუ იქ უკვე მშვიდი ვითარება უბრალოდ ზიანს ათვალიერებინებთ. ვერ გაბედავდნენ. ხო, ანუ იმ მომენტში არ მიმდინარეობს არაფერი, აჩვენებთ უბრალოდ რომ აი რა არის შედეგი. კი, მაგრამ ბოლომდე ვერ ვასრულებთ, იმიტომ რომ რუსეთის ელჩი უარს მეუნება. მე რუსეთის ელჩს ვთხოვ და ვეუნები რომ ნიქოში ამოყვეს სასაფლაოზე, სადაც დიდწებულება არის. იქ არის სასაფლაო, რომელსაც აქვს რკინის ჯებირი. და რკინის ჯებირზე იყო ქალბატონთია სრულკალიბრიანი ტყვიამქვევის მორტყმული, რომელსაც ჩანდა ტრაექტორია გამოსრულის რო ხედავდი, სამშვიდობო იყო. პირდაპირ, იქ ახლოში არის ძალიან და მინდოდა რომ ეს ფაქტი უშუალოდ ენახა, რომ ეს არ ნიშნავს. სამშვიდობო იყო რას ნიშნავს? სამშვიდობოების ვეხნი გარადოკის დისლოკაციის ადგილი, შტაბი. დიახ, ნუ სამშვიდობოები ისროდნენ, რომ დავაზუსტოთ. დიახ, ხო. არა მარტო სამშვიდობოების ტერიტორიიდან. არა მარტო, შეიძლება ეს იყოს სეპარატისტები და აქეთა ცეცხლით მერე გამოგეწვია უკვე რუსეთთან კონფლიქტი. ამიტომ ცოტა ისე იცოდნენ მათ, რომ აი მოეპარებოდნენ. მე ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, იყო მიმაში, რა ქვია, მევრიკიში. რომ ეს და რუსი ჩანს, მაგრამ ამ დროს ოსის ნასრულია, ის ცოტა ზევითაც გადაატარებდნენ იგივე, აი თქვა გრანატამიოს, მაგრამ შენ ხონდა რომ ეს რუსი არის. და თავი უნდა შეგეკავებინა სანამ არ დააზუსტებდი. მაგრამ ეს ტყვია პირდაპირ ჩანდა საიდან იყო ეს გამოსროლი. ნუ ყოველ შემთხვევაში ამაზე პასუხი უნდა გაეცა რუსულ მხარეს და ამას უფრო ვცდილობდი რომ უფრო კომპეტენტური პასუხი ელჩისგან მიმეღო უსწრაფესად, რაზეც მანამდე ვერ ვღებულობდი. არ მეუნებოდნენ, გადიოდნენ უარზე. ესეთ პირდაპირ პასუხი იყო. მესმი ხვაჟზეინე, თუ წეხნე, თუ რა თქმა უნდა ბატონო თენგის ბრძანეთ. დიახ. ეს რუსეთის ელჩმა უარი თქვა, მაგრამ დანარჩენ ელჩებს თუ ანახეთ? კი, ცოტა შემაღლებაზე იყო. ძალიან ისეთი ზიანი სიცხე იყო, ძალიან დიდი. ვერმა დაიზარა, მაგრამ მაინც რახან არ გაუშვი შესაძლებლობა, რომ ეს ფაქტი უნდა დაემტკიცებინა და ამოვიდა, არ ვიცი, უკრაინის ელჩი ბევრი იყვნენ. ძალიან მე მაშინ არ ვერკვევდი, მაგ კუთხით არ ვიცი ვინ ვისი იყო. ან ძალიან ბევრი ელჩი იყო, რომელიც არ დაიზარა, ამოვიდეს და იქიდან ისეთი დომინირებული სიმაღლეა, რომ ცხინვალის ნახევარი ჩანს.
ფაქტიურად შანხაის არის დასახლება და ეს ამაღლებაზე არის, ეს ვეხნი გარადოკი დანგრეული ქარხანა და იმის ამაღლებაზე არის, რომ ეს მაინც მენახებინა იმის და მიუხედავად, რომ ეს სახლები უკვე ქართული მოსახლეობის ნახეს გადამწვარი. კარგი. შემდეგ ელჩები მიდიან ალბათ რაღაც მომენტში. და მე რო გავაგრძელოთ თხრობა. მე რო ჩემი უკვე მირთულდება სიტუაცია, ვატყობ რომ არაორდინარული ეს არის, ბატონი ზაზა იყო, გოგა ქავდოთი ამოწურovat ილაპარაკა, პირდაპირ კონტაქტი მქონდა მე სამხედრო ვარ და უშუალოდ ვიყავი ბატონ გენერალთან კონტაქტზე, ეს ყოველ წვიეს გასროლა, დაძაბულობა, დროები იწერებოდა ათავსებდი და ჩემი როგორ მოგახსენოთ, ჩემი განცდები მქონდა უფრო გამძაფრ აირას თავი და გამში. ზაზამ გითხრა, ჩემს მერე ბატონი მამუკაში მოვა ის ისაუბრებსო და შესაბამისად ამიტომ ისაუბრებთ. აი თქვენ რომ დასვით კითხვა რომ მანიც ისო ქრონოლოგიურად წუთი-წუთში ყველაფერს მოყვებაო და შესაბამისად ჩვენ გეკითხებთ. კი ბატონო. ესე იგი ელჩები მიდიან და შემდეგ რა ხდება? 5 აგვისტოა 2008 წლის. სროლები გრძელდება. არის საცეცხლე წერტილები, საიდანაც სროლები გრძელდება, ჩემი განცდებიდან. მას უბრუნდებოდი რომ ეს თუ შეიძლება ერთ დავასვათ. ეს ელჩებმა რომ დაათვალიერეს ეს მდგომარეობა, ან თქვენი მოლოდინი რა იყო, ან თუ ქონდათ რამე რეაგირება რომელიმე ელჩს ამის დათვალიერების შემდეგ, რამე მიიღეს ზომები ანგარიში. ხო, სადმე ეს გაახმაურეს, თუ აი რამე იყო, ან თქვენი მოლოდინი რა იყო იქ რა ყავდათ და ანახებდით. ჩვენთვის მეორე ამოსუნთქვა იყო ეს იმედი რომ ნახავდნენ ამას რომ ნახავდნენ ეს ბრიუსელში იგზავნებოდა ამაზე რეაგირებები ხდებოდა ეს მოხდა ეს რეაგირებები როგორც ჩანს საქმენა გამომდინარე უკვე რეაგირება მოყვა იმიტომ რომ გაფრებული სროლა გაიზარდა ხო და ესე იგი არ მოხდა არაფერი არ მოხდა მაგის მერე რომ დაათვალიერეს დასკვნა გადადეს გადააგზავნეს მაგრამ შედეგი რუსების მხრიდან ეს დასკვნა არსებობს რომ დადდეს და გააგზავნეს ხო? კი, იგი ყველაფერი იწერებოდა, მაგათ OBS-ის მონიტორინგის ჯგუფი დაყვებოდა, რომელიც ეხმარებოდა აღწერაში უცხო ენაზე მოლაპარაკე ელჩები იყვნენ შეა და OBS-ის ჯგუფი ამ ფაქტის მერე პირიქით გაიზარდა უფრო ცეცხლი. იქიდან გამომდინარე რომ 6-2 კაპრალი დაგვეღუპა, ვერაფერი ვერ გამოიღეს ოსმალ სეპარატისტებმა დასკვნა იქიდან გამომდინარე რომ შვიდობას ფასი არ აქვს. კარგი, ბატონო მამუკა. აი ამ დროს, როცა ეს ყველაფერი ხდება, 5 აგვისტოა. თქვენ არანაირი კავშირი კულახმეტოვთან აღარ გაქვთ. ვაცავთ 7 აგვისტოს? 5 აგვისტოა, ხო? არა, როგორ არა მაქვს, რას ქვია? აი რა ტიპის კავშირი გაქვთ? სატელეფონო თუ? სატელეფონო ტელეფონზე ხდება ადგილის მონიშნა, ეს არის მევრიკისის საგუშაგო. ეს არის დანარჩენ საქართველოში სიღრმეში ერმითიდან 5 კილომეტრის მოშორებით. აქედან როცა შევდივართ ტყვიას გასწრებით თუ არა მევრიკისის საგუშაგო იყო და იმ საგუშაგოზე ხდებოდი და ვეუბნებოდი რომ ამაზე რეაგირება საჭირო ის ანუ 5 აგვისტოს თქვენ ისევ აგრძელებთ ასე დავარქმევ სამოქალაქო ენაზე ერთობლივად ფიქრს თუ ზრუნვას თუ ვინ რა ხარისხით ეს მეორე თემაა მაგრამ ზედამხედველობას თუ ყურადღებას იმ საკითხის, რაც იყო თქვენი პირდაპირი მოვალეობა, პრევენცია. დიახ. ხო? 5 აგვისტოს ჯერ კიდევ ეს კონტაქტი არის. ის რამეს ხომ არ გეუბნებოდათ, მაგალითად, ან აგრესიულად უკვე, ან რაღაცას ხო არ მოასწავებდა მასთან კონტაქტი უკვე, რომ პრევენცია ნელ-ნელა კარგავს თავის ფუნქციას. არ ქონდათ ესეთი განცდა? არა. არა. შვიდ გარემოში იყო ჩვენი საუბარი. არა, მისი მოწოდება ხო ისევ ის იყო, რომ აი მოდი ერთად ვიმუშაოთ და როგორც თქვენ ადრე თქვით, რომ ერთადო ყოველთვის ვახერხებდითო. იგივე ჭიდრო კონტაქტი უნდა შეგვენარჩუნებინა, შევთანხმდით და ადრესატი იცოდა მან ვინც იყო ამ სროლების ინიციატორი ვინც იყო და ქართულ მხარესთან ნაკლები პრეტენზია ჰქონდა. ნაკლები პრეტენზია ჰქონდა, გასაგებია. შემდეგ გება 6 აგვისტო და ყავს 2 დაღუპული ესა. რომელ საათზე მოხდა ეს? შუადღე გარდაცვალების იმაში არის ეს 6 აგვისტო იყო თუ 7 აგვისტო? 6 აგვისტო არის. ზუსტად გახსოვთ 6 აგვისტო.
შუადღე არის. შუადღე 12 საათია. შუადღის მერე, ხო? დიახ. აი ეს დეტალურად რო გვიამბოთ, რა მოხდა და როგორ? როგორც მოგახსენეთ, 6-ში 2 ჯარისკაცის დაღუპვა. ვითარება, დეტალები, დრო, ადგილი, ინფორმაციები. დაძაბული ვითარება სროლების შედეგად, მათ შორის ზღვიკარებიანი ჭურვების აფეთქების შედეგად ადგილზე დაიღუპა ერთი, მეორე სისხლიდან დაიცალა დროზე. ადგილზე სად? საგუშაგოზე, ალნევში. სამშვიდობოების საგუშაგოზე არის ლაპარაკი, აქ არანაირ თავდაცვის სამინისტროზე და აქ რაღაც პოლიციური ვიცით, ამდენი გვესმის კი. კი ბატონო. უბრალოდ ფაქტებს ვადგენთ მეთქი, ამით ხომ დავიწყეს ხდომა. კი ბატონო. ერთი ის არის, რა ქვია, დაჭრილია, რომელსაც დროზე სამედიცინო დახმარებას ვერ აღმოუჩენთ, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული კინჟანის სროლები არის, აი ამ ზუსტად ნიქოზ ზიავნების დამაკავშირებელი ისტორიული გზა ერთადერთი გზა იყო ამ სოფლებში ჩასვლად. იმიდან, რა ქვია, დიდმუხამოგუთიდან და ხეთაგუროოდან. ეს მარტო სამშვიდობოებში შეეძლოთ ამისი უზრუნყოფა. და მოახსენე მაშინ უკვე ვიგზენი, როცა სამძიმარი არ მითხრა, ჩვენ მქონდა ისეთი ურთიერთობა, რომ მე პირდაპირ უნდა სამძიმარი ეთქვა ჩვენთვის და ნორმალური კულახმეტოვთან. და აღარ გითხრათ უკვე 6-ში სამძიმარი. ხო, და მაშინ მიხვდით, რომ ასე დროს რო სამძიმარი. ამასაც სარდალი ხარ მეთქი, ქართველების სარდალის ახარო. ურჯე მირატვორცი მეთქი პაგიბაევთ. ბატონო, ცუდად მესმის. ურჯე მირატვორცი პაგიბაევთ. გლანიხტოში კომანდოში. უთხარ. აჰა. ეს რის პასუხად უთხარით? მე ნათქვამია. ორი ადამიანი გარდამეცვალა და უთხარი. არ მოგისამძიმრათ და არც მომისამძიმრა და არც საშუალება მომცა რომ დროზე დახმარება ამომეჩინა. სამედიცინო გადამერჩინა. ხო, ეს მას დახმარება? კი, რა თქმა უნდა. და რა გიპასუხათ, რატომ არ გეხმარებიო? ვეუბნებოდა რომ აქ ის არის რაღაცა ვიზეცი ძედუშკას ბაბუშკი პაგიბული ანიშნო მეთქი მირატვორცანი ბილი მეთქი აშუაში არის გეუნები რომ შენ სარდალი ხარ მეთქი აქ რაღაც ვინ ძედუშკა ბაბუშკაზე გელაპარაკათ? არ ვიცი რაღაცა სროლის ფაქტის მოყვანა რომ ვერ გამცა პასუხი და ვერ აგმაყოფილებდა ჩემ მოთხოვნას მიზეზად მოიყვანა რომ რაღაცა სროლის შედეგად ვიღაცა დაიღუპაო მე როგორც აღმოჩნდა არავინ დაღუპული არ იყო მე მან აჩვენა საგანძიო მასალებმა რომ ოსი დაიღუპაო ამას ამბობდა და როგორ მოგახსენოთ ესე კითხვას არის და თავი ამოცანის შესრულებას არის და თავი კარგი და აქ უკვე იძაბებით იმიტომ რომ ადამიანი არ გისამძიმრებთ იმიტომ რომ ხო ეს უკვე არის იმის ნიშანი რომ მე შესრულება გამოთქვა და ცოტა ისეთი კუთხით დავინახო ეს ყველაფერი რომ უკვე მარტო ვარ უკვე მარტო ხართ დაუბრუნდეთ ამ ორი ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცის სამშვიდობოს იმ მომენტში დაღუპვის ფაქტს. კონკრეტულად რომ გვიამბოთ რა ვითარებაში მოხდა მათი მოკვდინება, ასე ვთქვათ. სად იდგნენ, რას აკეთებდნენ ამ დროს? ეს არის საგუშაგო სამშვიდობოების ავნების თავზე, რომელიც 240 მეტრა იყო წრიული თავდაცვის გადახთული მისი თავდაცვის ყუდე იყო ფაქტიურად და აფეთქება მოხდა ჭურვის შედეგად გარდაიცვალნენ. უშუალოდ გვერდზე არ ვიდექი და მე კონსტატაციას ჭურვის შედეგად. ჭურვის შედეგად ორივე. ერთი დაჭრილი იყო ერთი შუშარებინეთი იყო მეორე ჭურვის შედეგად იყო თუ არ მახსოვს და ქვეითა მანქანა იყო ჩვენი აფეთქებული კიდე. კი, ხეთაგუროვიდან იყო ინტენსივ საშინელი სროლები იყო. აი ბატონ მალეკო მიკითხა შემოვლის დროს თუ იდგნენ და მოხდა იდგნენ სტაციონარული საგუშაგო იყო. სტაციონარული იყო და გასაგები. დაჭრილი რამდენი იყო ამ ორის გარდა ვინც დაიღუპა? და ეს დაჭრილი რომელიც გარდაიცვალა. მეტი იქ ზიანი არ ყოფილა ამ ორი ადამიანის სიკვდილით დადგა. მაგრამ დაჭრილები მეტი არ ყოლიათ. იმ წუთში არ მახსოვს არანაირი დაჭრილი მეტი არ ყოლია. ჯამში რამდენი ყავდათ ამ მომენტში 6 აგვისტოს თქვენ იქ ქართველი სამშვიდობო?
10-ეული, 20-ეული იყო ფაქტობრივად. ისე 20-ეული როგორც თავდაპირველად. კი, იქ ვერ დაარღვევდით კაბოტონთი, იქ იყო ყველაფერი გამადიდებლით აკვირდებოდნენ იქ. ისე ვერც დაამატებდი ვერაფერს და კი, და თავისი კვოტებია გასაგებია. ესე კი როგორც დავიწყეთ 20 კაცით, ისე 20 კაცით მივედით 6 აგვისტომდე და 2 მოგიკლეს. დიახ. არ მოგისამძიმრათ და დაიძაბა საუბარი. არ დაიძაბა საუბარი, ჩემთვის გახდა ნათელი. საფუძველი და ნათელი რომ მარტო ვარ. თუმცა დაძაბული სიტუაცია არასდროს მასთან არ მქონია, თქვენ ჩანაწერები მოსმენილი გაქვთ ძიების გადაჭერები არის, მე ადამიანურად ყოველთვის ვცდილობ რომ ემოციები გვერდზე გადავდოს. ძალიან ფაქიზი ულურული საქმე არის, აქ პატარა შეცდომამ შეიძლება ჯოჯოხეთი გამოიწვიოს. თქვენ ამ დროს დანარჩენ 18 კაც რასეუბნებით ეს რომ 2 თქვენს თვალწინ იყო ეს რომ არა, თქვი არ ვიყავი მეთქი. არ იყავით და ჩახვედით მე. თუ როცა შეწყდა ცეცხლი მე მომიწია ჩასვლა, შვიჩი ჩავედი. გასაგებია. დიახ. ვეუბნები რომ ზღუდე გაამაგრონ, ძალიან ბოლომდე შეასრულონ, მოტივირებულები იყვნენ და მოტივაცია იზრდებოდა როცა მე ხედავდნენ. და ვცდილობდი განმუხტას მაქსიმალურად რომ ეს არ ამასობაში სანამ თქვენ ჩახვედით ეს 2 მიცვალებული სადესვენა. ანუ თვითონ საგუშაგოს დაბლა ქონდათ ამათ განთავსების ადგილი. ესეთი და თქვენ რომ ჩახვედით, იქ დაგხვდათ 2 მიცვალებული. გამოყვანილი იყო, მაგრამ პირადი შემადგენლობის დასანახად ჩავედი და გასასაუბრებლად, იმიტომ რომ მანქანა როგორც შეცხლის შეწყდა თუ არა მოხდა ეგ ეწოდებული ტაბლეტკები გავაგზავნე. გასამხნევებლად ასე. ხო, მე გამოიყვანეს. სტრატეგია არ იყო, იმ წუთში არ მოხდა ეს. თორემ მე უკვე შვიჩი გამოიყვანეს 2-ვე მიცვალებული. აი 6 საღამო იყო უკვე გამოსასწრე. ზუსტად არ მოხდა. მაგრამ თქვენ არ მიგიღიათ ამაში მონაწილეობა. თქვენ ამ დროს სად იყავით? თუ იმდეს შავთავთ მე ხათ რას ქვია არ მიმიღია მონაწილეობა, ვინ გადაწყვიტა ეს კოლახმეტო რატო გააგზავნა იქ და გამოუშვა. რას ქვია არ მიმიღია გადაწყვეტილება. მონაწილეობა მიიღე ყველაფერი. მონაწილეობა მიიღეთ ორგანიზებაში მათი გამოყვანის, მაგრამ უშუალოდ თქვენ იქ არ ყოფილხართ ამას ამბობ? ნუ ზუგზე არ შემომისვია სამწუხაროდ მიცვალებულები და არ გამიყვანთ მაგრამ აბა რას მეუბნებით ახლა ვერ გავიგებ რას ქვია უჩემოთ რამეს აფერი არ წლებოდა იქ უჩემოთ. ყველაფერს ვაკეთებდი რომ გამეკეთებინა და მე მოხდა სიტუაცია და დამეშოშმინებინა. კი ბატონო. სხვა საშუალება მე არ მქონდა რაფერს. გასაგებია და სად იყავით ექვსი თქვენ იქ რო არ იყავით? ვიყავი ზემო იმაში, ნიქოზის შტაბში, გადავდიოდი ერეთში შტაბში, სარაბუგზე, საგუშაგოზე, სადაც საიდან ჩახვედით ავნევში? შვიჩი საიდან ჩავედი და გოსპიტალიდან ჩავედი. სად? გოსპიტალიდან. ჰოსპიტალში რა გინდოდათ? უმაღლესი თავარსარდალი იყო ჩამოძანებული დაჭრილების სანახავად. დავხვდი და წავედი. სროლები შეწყვეტილი. კადრები არსებობს მაგის. კი, შვიჩი იყო ჩამოსული მიხეილ სააკაშვილი გორში და თქვენ იქ დახვდით. დიახ. რა უცილებლობა იყო თქვენ იქ დახვედრის? ბრძანება იყო და დავხვდით. ვინ გიბრძანათ? გენშტაბის უფროსმა. ხო, გასცათ ყველაფერზე პასუხი, აბსოლუტურად ყველაფერზე ეთანხმები რას თქვა. ყველა ბრძანებას ვიღებდი გენშტაბის უფროსისგან. კი ბატონო. ჩამოვძანდა სროლები არ იყო, სიმშვიდე იყო იმ წუთში, არაფერი ისეთი არ ხდებოდა. სიმშვიდე იყო შვიჩი იმ პერიოდში აი ეს დღის საათები რო ავიღოთ და შეგეძლოთ ჩასვლა. უფუნება არ იყო ისეთი ყოველდღიურად ხო ვერ ნახულოდი მე. დამახოდან დახვედროდი სამხედრო პატივი ვივეცი ჩესტი დავხდი და კადრები არსებობს მაგის. კი, თქვენ კადრებზე არ იდარდოთ არსებობს. კი ბატონო ილია. გუშინ ბატონმა გოგამ აღნიშნა რომ 6 და 7-ში სააკაშვილთან არ ქონია კონტაქტი, მას ქონდა 8 აგვისტოს 5 საათზე. და დაჭრილების სანახავად რო იყო ჩამოსული თქვენთან ერთად იყო ბატონ გენერალი გოგავა. არა. ვინები იყვნენ? ბატონო? ვინ იყო თქვენთან ერთად კიდე? სამოქალაქოებიდან? ნუ ვინ სამხედროებიდან? ვინ დაჭრილების სანახავად რო წახვედით? მარტო ვიყავი, სამხედრო არ იყო, მე ვიყავი. თქვენ და უმაღლეს თავარსარდალს ქვეყანა ხალხი ახდა თან. ჩვენთანაც არავინ არ იყო. პოლიტიკური თანამდებობის პირები იყვნენ ვინმე? უამრავი ხალხი ახლდაო სააკაშვილს. ვინ ახდა? მინისტრი, თქვენი მინისტრი იყო?
არა, მინისტრი არ იყო, იქ იყო გუბერნატორი, პოლიტიკური თავმჯდომარეა, ხო თუ არ ვცდები? ლადო ვარძელაშვილი? ხო, ისე კიდევ ვინმე? ბევრი ხალხი. ვანო მერაბიშვილი? არა. კეზერაშვილი არა. კეზერაშვილი ესენი არ იყვნენ. მარტო ის იყო თუ მაგას მეკითხებით. მორეს თავასადალე. არც უგულავა. არა, კადრები ჩანს იქ, ბატონს არ არის არავინ. როგორ ვიტყვი რო არის. ყველაფერი ჩანს, როდის გადმოდის მანქანიდან, როდის შედება, ვინ მოყვება კალიდორში საჩევდივად, გამოდივად. ის ისე ჩხარა დადიოდა, შეიძლება ოპერატორმა ვერ მიიღო. კარგი, ხანდახან თუ არ გავიხუმრეთ, მაგამ. ესე იგი, ხო, და თქვენ დახვდით უმაღლეს მთავარსარდალს, ამ დროს თქვენ კი ისევ ხართ სამშვიდობო შტაბის ხელმძღვანელი. დიახ. ამ დროს 7-ში შუადღეა. 7-ში შუადღეა, უკვე სიმშვიდეა. ჩამოდის უმაღლეს მთავარსარდალი გორის ჰოსპიტალში და თქვენ ჯერ კიდევ ხართ სამშვიდობო შტაბის ხელმძღვანელი. დიახ. შემდეგ იქიდან გააცილეთ და მიდიხართ უკვე ავნევში დავხედე, გამოდივარ ისე ნიქოში. მოზოლ, მე ესე აი ხო მიმხვდი ძალიან დიდი დრო არის გასული ხანწუთში ესეთი რაღაც სად გავჩერდი, წყალი სად დავლიე, როგორც საჭამოჭიქი. 7-ში ვარ იქ. თეათ, იმიტომ რომ სულ უკვე რაღაცა ისეთი განსთა მაქვს, აი რაც 2004 წელს მოხდა დაღუპულებთან და იმასთან, რა ქვია, ტყვეები რო ეგრეთ წოდებული კადრები რო იყო ცხინვალზე, სულ მაგის შიში მაქვს. ესე თუ შეიძლება ითქვას. ქავდოთია რომ ესეთი რამე არ გამეორდეს. კი, რა თქმა უნდა. და უკვე სხვა პასუხისგებლობა არის, საკე ვერი მოშები. თქვენ რა სატრანსპორტო საშუალებები გქონდათ? საგუშაგოს უზრუნველსაყოფად გქონდათ ყავდათ სხვადასხვა ტრანსპორტ სულიდით იქ იყო ესე იგი ბობიკის ტიპის ეგრეთ წოდებული კახოზნიკები, ზოგჯერ ის იყო პრადოს ჯიპი იყო, შავი, როცა დელეგაცია ჩამოდიოდა თქვა იყო თანათავმჯდომარე ჩამოსული, მაგ დროს ვიყენებდით და ეს ჩანს კადრებში. ანჩენი აი არის 2008 წელი, როგორც მოგეხსენებათ და ამ 2008 წელთან დაკავშირებით ჩემი თხოვნა არის, რომ აი ამ ხაგის ტრიბუნალიდან გამომდინარე, გავდონდია. იმიტომ რომ მე მაქვს ვალდებულება და მოვედი და არ ვარიდებ თავს, მაგრამ კიდე ერთი ვალდებულება მაქვს საკუთარი თავის საფრთხეში არ ჩავიდო. ამას ტერიც უყურებს, გამადიდებლით უყურებენ ამ ყველაფერს. და იცით თქვენ კარგად რომ საფრთხე ვისგან მომდინარეობს? რუსეთიდან მომდინარეობს. მარტო თქვენთვის შეიძლება არ მომდინარეობს, საქართველოა ოკუპირებული და ამიტომ. კი ბატონო, ბევრისთვის მომდინარეობს, მაგრამ განსაკუთრებულად აი ამის განხილვად ჩემი თხოვნაა რომ ნუ შევალთ, იმიტომ რომ ბატონო გოგა ამოწურდა. რაში ნუ შევალთ, თუნდა წავიწიოთ წინ, ჯერ არის 7 აგვისტო. 7, 8, 9 დეტალებში. გარკვეული კითხვების დასმა მოგვიწევს. მოდით ბატონო მამუკა, ვენდოთ ერთმანეთს. კი ბატონო, კი არა, მე თქვენ იმიტომ რომ არ მეყარება მაგაში. ის რა არის? კიდე ერთხელ ვიტყვი, შეიძლება თავში არ გაისმა სათანადოდ მკაფიოთ ან ვიღაცა გვისმენდა მერე გადართოს სხვა არხზე. ყველამ რომ კარგად გაიგოს. ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის შეკრებილი, რომ სამხედრო პირების, მათ შორის თანამდებობის პირების ქმედებები ვაფასოთ. ჩვენ აქ ვართ შეკრებილი, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები, ვინც მაშინ იღებდა გადაწყვეტილებებს, მათი გადაწყვეტილებები შევაფასოთ. ეს ორი სხვადასხვა რამე ამეთქი ვთქვი. კი ბატონო. ამიტომაც დავინტერესდით მაგალითად იმისთვის, რომ თქვენ იქ რომ ჩახვედით, ვინ გიბრძანათ, ვინ დაგხვდათ და ასე შემდეგ. ეს თითქოს უწყინარი კითხვებია, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ამიტომ გავაგრძელოთ თქვენი ნებართვით. 7 აგვისტოს როდის დგება ის მომენტი, როდესაც თქვენ გიცვლიან ფუნქციას და ვინ შეგიცვალოთ ეს ფუნქცია? ზუსტი ადგილი და დრო აღარ მახსოვს, მაგრამ გენერალი გოგავასგან უშუალოდ დამებარეს და მითხრეს, რომ ცენტრალურ მიმართულებაზე უნდა მაქსიმალური გავაკეთო, იმიტომ რომ სროლები გაშხირდა, ხშირია იყო უკვე სროლები. დიახ.
სროლებიც გახშირდა იყო კარგად რომ გავიგოთ რა ეს ცენტრალური მიმართულება 2 დღეა ვერ არ ყვეთ და სხვადასხვა ის იყო მოსაზრებები ეს ცენტრალური მიმართულება არის ჯავა როკის მიმართულება თუ ეს არის ცხინვალის მიმართულება ვერ ცხინვალი და ჯავა ერთ ამბობს მეორე ცხინვალი და ჯავა ერთი მიმართულება ტრანსკამერა არა მე რას ვაღებ ცენტრალური მიმართულებაში ის იგულისხმება რომ უნდა გადავკეთოთ როკის გვირაბის რო იქიდან არავინ არ შემოვიდეს თუ თვითონ ქალაქ ცხინვალში ჩავატაროთ რაღაც ოპერაცია რო გარკვეულ სიტუაცია. ესეთი იმისთვის რუკა არის. რას გადაკეთე ცენტრალური მიმართულება რა იყო? აი მარტივად გაიცეთ პასუხი ძალიან. ცენტრალური მიმართულება იყო ტრანსკამი, ეგრეთ წოდებული ცენტრალური გზა, ასფალტირებული გზა, უმოკლესი გზა, რომელიც შედის საქართველოსდან, რომელიც შედიოდა ცხინვალში. იწყებოდა ეგრევე ქართული ხეობა, ცხინვალი როგორც თავდებოდა, ეს არის თამარეშენი. მოდიოდა ქურთა აჩაბეთი კეხვის ეს არის უკვე ცხინვალის შემდეგ. შემდგომ კეხში იყო საგუშაგო რუსების, სადაც იმის იქით აღარ ატარებდნენ არავის, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის ზონა ქუთის ხიდზე კიდევ 8 კილომეტრით მაღლა თავდებოდა და ქუთის ხიდიდან გადადიოდი უკვე მიდიოდი ჯავის. ესე იგი, ცენტრალურ მიმართულებას როცა ვამბობთ, გულისხმობთ ცხინვალის მიმართულებას ცენტრალური გზით, რომელიც შედის. ეს იყო ოპერაციის გრავიტაციის ცენტრი? ცენტრალური მიმართულება თუ შეიძლება ჩაითვალოს ეგრე არის. კი ბატონო. კარგი, ესე იგი, გაირკვა რომ და ეს სხვათა შორის გუშინ რა მინიმუმ ერთმა გამოსვლელმა იგივე თქვა რომ ცენტრალური მიმართულება